სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მნიშვნელოვანია სულიერ ცხოვრებაში რამდენად უანგაროა ჩვენი სარწმუნოება. იმიტომ რომ თუ სარწმუნოება უანგარო არ არის, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სიცოცხლეთ მხოლოდ იმას აღვიქვავთ, რასაც ჩვენ ხედავთ, გზნობის ორგანოებით შევიგზნობთ. ანუ ამ წუთის სოფელს აღვიქვავთ სიცოცხლეთ და გვაქვს რა სურვილი მუდამ ვიცოცხლოთ და კარგად ვიყოთ და ვიყოთ ბედნიერი და სიცოცხლეს უკავშირდება ყველაფერი, რაც კი ადამიანს შეიძლება ახარებდეს, სიკეთე, სიყვარული, ბედნიერების განცდა, წარმატება, ეს ყველაფერი უკავშირდება სამართლიანობაც მათ შორის, სამართლიანობის დაკმაყოფილებაც, ეს ყველაფერი სიცოცხლეს უკავშირდება, ხო? სიცოცხლის გარეშე ეს არაფერი არ არსებობს. მაგრამ თუ სიცოცხლე მხოლოდ იდენტიფიცირება სიცოცხლისა ხდება ამ ქვეყნიურ წუთისოფელთან და სხვას არ ვიცნობ და სხვასთან კავშირი არ მაქვს, მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი, რაც კი მე მინდა ამ ქვეყანაზე აქ და ღმერთი, რომელიც წამს რომ არის, რადგან ღვთაებრივ სიცოცხლეს არ ვიცნობ, მაშინ გამოდის, რომ ღმერთიც მინდა, იმიტომ რომ ის ყველაფერი, რაც აქ მსურს, ამის აღსრულების, ამის შესრულების ერთგვარ გარანტიად იქცეს. და გამოდის, რომ რა თქმა უნდა ამას ასე არ სახელვდებთ, მაგრამ ღმერთი გამოდის ჩვენი სრულების შემსრულებელი, რაღაც ძალა, მსახური და როდესაც იგი არ გვისრულებს იმას, რაც ჩვენ გვინდა, მაშინ ჩვენ შეიძლება მასზე გავნაწყენდეთ და რწმენას კი დავკარგოთ ან სარწმუნოებრივ ცხოვრებაზე უარი ვთქვათ, რაც სამწუხაროდ ხდება ხოლმე ესე. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმები მიიღოს ამან, მიიღოს მაგალითად ისეთი ფორმა, რომ რადგან ისე არ იქცევა, თქვათ, ეკლესია, როგორც ჩვენ გვინდა და ჩვენ ვხედავთ, მაშინ ჩვენ ეკლესიას ვტოვებთ და როდესაც ადამიანს ესეთი ქრისტიანული თვალსაზრისით დეფორმირებული შეხედულება აქვს ამ ქვეყნიურ ყოფიერებაზე და საერთოდ სიცოცხლეზე და ღმერთთან ურთიერთობაზე, ბუნებრივია, რომ მაშინ მისთვის წარმატება, ამ ქვეყნიური წარმატება ნიშნავს, რომ ღმერთი მისკენ არის და თუ ამ ქვეყნიურად წარუმატებელია, გამოდის, რომ ღმერთი მისკენ არ არის. ეს წარმოდგენები ჰქონდათ იუდეველებს, იმდენად რომ იქ იყვნენ სადუკეულებიც კი, რომლებიც სასულიერო დაზის დაში უმაღლეს იერარქიასაც აღწევდნენ და სახარებისეული მღვდელმთავრები ანას და კაიაფას სადუკეულები იყვნენ, რომლებსაც სწორედ ეს რწმენა ჰქონდა და მარადიული სიცოცხლისკენ არც კი იყურებოდნენ. ღმერთი მათთვის მსახური იყო, თუ ისინი თქვათ გარკვეულ წესებს შეუსრულებდნენ ღმერთს, მცნებებს, მაშინ ღმერთი თითქოს ვალდებული იყო, რომ მათი კეთილდღეობა უზრუნველყო და სიმდიდრე და წარმატება და კარიერა ნიშნავდა, რომ ღმერთი მათთან არის. დღეს ჩვენ არ ვართ თითქოს სადუკეულები და თითქოს არც ფარისევლები არ უნდა ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროდ ის სულისკვეთება, რაც ფარისევლობაში და სადუკეულობაშია, ის ჩვენში კვლავ გამჯდარია. და ამიტომ დღევანდელი სახარებისეული სიუჟეტი, რომელიც იცით თქვენ, მდიდარი ჭაბუკი რომ მიდის, კითხვას სვავს, რომ რა უნდა გააკეთოს, რომ მარადიული სიცოცხლე დაიმკვიდროს, ეს სიუჟეტი, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ამ კუთხით ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენში სამწუხაროდ ფარისევლობას და სადუკეულობას საკმაოდ დიდი დოზით არის და ჩვენს ესე გგონია, რომ თუ ამ ცხოვრებაში კარგად წაგვივიდა საქმე, ეს ნიშნავს ავტომატურად, რომ ჩვენ ღვთისათვის სათნოთ ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. თუმცა რა თქმა უნდა ყველაფერი რაც ამ ცხოვრებაში ხდება ღვთის განგებულებით არის კარგის და ცუდის, ერთი ჩემთვის შეგრძნებითად კარგი და ცუდი, მაგრამ პარადოქსულ პერსპექტივაში კარგი შეიძლება არ იყოს კარგი და ცუდი შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი. და როცა ადამიანი ესე ფიქრობს, რომ მისი ღმერთთან სწორი მყოფობა, ერთგვარი ცხონების გარანტიაც კი ის არის, რომ მას რაღაც წარმატებული ცხოვრება აქვს, უფალი პირიქით ეუბნება და გახსოვთ რას ეუბნება მოწაფეებს, როგორც ძნელად შევლენ სასუფეველო ღვთისასა, რომელთა აქვთ საფასე და მერე ანუ სიმდიდრე და ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ სიმდიდრეში მარტო მატერიალური სიმდიდრე არ იგულისხმება, არამედ ყველანაირი წარმატება. მათ შორის ჯანმრთელობაც სიმდიდრე არის, ხო, თქვათ, კარგი ოჯახი,
სამსახურებრივი კარიერა, ნიჭიერება, ამ ნიჭის რეალიზება, პატივი, დიდება, ყველაფერი ის არის სიმდიდრეა, ხო და ჩვენ ხო ბუნებრივად ესე არის რაღაცა რომ წარმატება გვაქვს, მადლობას ვეუბნებით ღმერთს, თუ რამეს ვინმე ადამიანს წარმატება აქვს, ვეუბნებით რომ აი მადლობა ღმერთს რომ აი ესე რაღაც და ამაში არ ვტყვით, რა თქმა უნდა. არ ვტყვით, მაგრამ უბრალოდ ეს თავისთავად ავტომატურად არ არის ნიშანი იმისა, რომ ჩემი სულიერი ცხოვრება კარგად მიდის და ამავე დროს ნებისმიერი წარმატება, ანუ ნებისმიერი საუნჯე, ნებისმიერი საფასე, ნებისმიერი სიმდიდრე, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე. ჯერ რომ არ მეგონოს რამით რაღაც გარანტია მაქვს სასუფევლისა და მეორე ესე ყველაფერი არის ვალად მოცემული, შეიძლება ასე ითქვას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეში უნდა მოიხმაროს ადამიანმა, ეს არის საღვთო საქმის სიკეთის კეთება და არა უბრალოდ რაღაცა საკუთარი თავის გამდიდებისა და მით უმეტეს ფუფუნებისათვის. ამიტომაც ამბობს, მდიდრები, ანუ ძნელად შევლენ სასუფეველსა, რომელთა თავს საფასეს, მარკოს მახარებელთან არის, სხვა მახარებლებსაც აქვს, რა თქმა უნდა ეს და ამიტომაც წერია მერე რომ რადგან ამ ქვეყნიური წარმატება გაიგივებული იყო ღმერთის უპირობო წყალობასთან ადამიანის მიმართ, ამიტომ მოწაფეებს გაუკვირდათ, ხოლო მოწაფეებს უკვირდათ ეს ამ სიტყვებსა ზედა და ვერ ხვდებოდნენ და უფალი კი არ განუქარწყლებს აი ამ გაოცებას, პირიქით უფრო უმძიმებს და ყველათ მიუგო იესო, რამდენ ძნელი არის საფასე, რომელიც საფასეთა ესვენ შესვლა სასუფეველსა ღვთისას კიდევ უფრო დაუმძიმა და გახსოვთ, ხო, აკლემი უფრო გაძლევაო ნემსისხლში ვიდრე დიდარი სასუფეველში, ანუ შეუძლებლად დაუსახა, წარმოიდგინეთ აკლები და ნემსისხლები. ხო, ეს სახეობრივად ესაუბრება. ხოლო მათ მოწაფეებს კიდევ უმეტესად უკვირთ რა და იტყოდეს და ვის ძალუს ცხონებად. მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო სიტყვები, რომელიც ჩანს, რომ თავისთავად ნიჭიერებებში, ანუ ამ ქვეყნიურ სიმდიდრის სხვადასხვა გამოვლენებში, ანუ ზოგადად სიმდიდრეში არ არის პრობლემა. ნახეთ რა წერია. ხოლო იესო ყველას მიუგო და რქვა მათ, რამდენ ძნელ არის, რომელნის საფასეთა ესვენ შესვლად სასუფეველსა ღვთისასა. ანუ თავად საფასე კი არ არის პრობლემა. ანუ სიმდიდრე ნებისმიერი. არამედ სიმდიდრისადმი არა ჯანსაღი დამოკიდებულება, ზედმეტი აქცენტირება, მისი სიყვარული და მთელი ჩემი იმედები მასზე როა დამყარებული. ამაშია პრობლემა. ანუ არა ჯანსაღი დამოკიდებულება, ანუ რომელ საფასე კი არა, არამედ რომელი საფასეთა ესვე, ამაშია საქმე. რაც ხშირად გითქვავს კიდევაც, მაგრამ აქ სახარებაში, ესე მარკოს მახარებელთან ეს აქცენტირებულია, რომ რა თქმა უნდა, ესენი უიმედობაში ჩავარდებოდნენ და კითხვა სვავე როგი, მაგრამ ერთმანეთს ესაუბრებოდნენ გაკურებულები, აბა ვინ გადარჩება, ანუ ვის ძალუც ცხოვრებად, ვინ გადარჩება, მაშინ მიხედა იესო და ეუბნება, კაცთა მიერ შეუძლებელ არის ეს და ხშირად გითქვავს ეს ხო დღევანდელ ადამიანს, რომელსაც მეტი ფილოსოფიური თქვათ აზროვნების კულტურა აქვს, თავისთავად ცხადია, უნდა მიხვდეს, რომ ტრანსცენდენტულ ღმერთთან ქმნილების კავშირი აბსოლუტურად შეუძლებელია, როგორი კეთილშობილის და როგორი ზნეობრივი ნორმების დამცველიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის საიდუმლოება, ტრანსცენდენტულ ღმერთთან კავშირი, ეს არის საიდუმლოება, მისტიკური კავშირია, რომლის რესურსი ადამიანს არ აქვს და ეს მხოლოდ ღმერთის მიერ არის შესაძლებელი, რამეთუ ყოველივე შესაძლებელია ღვთისა მიერ, ანუ ამ საფასეში თუ ვიგულისხმებთ შენ სიკეთეებს, რომელსაც ჩადიხარ, ესეც კი არაფერს ნიშნავს, ამიტომ ეს მისტიკური კავშირი, რომელიც აბსოლუტურად ღმერთის ხელშია და მან უნდა ინებოს ეს და ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი ჩვენ მის ამ ნებას მის ნებაზე ჩვენ რეაგირებთ, ეს არის ჩვენი სიმდაბლე, სხვა არაფერი და ეს რატომ არის საშიში სიმდიდრე? სიმდიდრე ყველაზე გულისხმობ ყველანაირ სიმდიდრეს, ყველანაირ ნიჭიერებას. იმიტომ არის საშიში, რომ რაც მეტად ადამიანი დახუნძლულია ნიჭებით და ანუ ამ ქვეყნიური სიმდიდრეებით, მით მეტად შეიძლება გაუჭირდეს მას ყველაზე მთავარი სათნოების მოხვეჭა, როგორც არის სიმდაბლე და ფათოშორის აი ამ ნიჭებიდან თუ ნიჭებს და რა თქმა უნდა ნიჭად ჩავთვლით სიკეთის კეთების უნარს, ქველმოქმედებას
თქვათ სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს, ხო, რაც კარგ მეგობრობის კარგ უნარს, ეს საოცარი ნიჭებია, ხო, ადამიანისგან. მით კიდევ უფრო ძნელი ხდება, საშიში ხდება ამ ადამიანისათვის, ესე იგი, ცხონება, იმიტომ რომ ასეთი გამოკვეთილად კეთილშობილური ნიჭები ადამიანს ხშირად უძნელებს, რომ თავი დაიმდაბლოს. უჩენს ილუზიას იმისა, რომ რაღაც მე ესეთი ვარ, ამიტომ ღმერთი ყოველთვის სიკეთეს უნდა მაძლევდეს და ღვთისმსახურებაში ხშირად ადამიანი, ასეთი ადამიანი კომფორტს ეძებს, წყალობას ელოდება. ეს ვლინდება არა მარტო ყოფითში, არამედ სულიერშიც, იგივე ლოცვის დროს, რატომ არის ხოლმე, რომ ადამიანებს სამწუხაროდ ასეთ ტიპის ადამიანებს უჭირთ ხანგრძლივ პერსპექტივაში სულიერი ცხოვრების შენარჩუნება. იმიტომ რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში სულიერი ცხოვრება ხანდახან გარეგნულად ის რაღაც რუტინაში გადადის, აი ერთ და იგივე და ადამიანს არაქათი აღარ აქვს, იმიტომ რაღაც სხვა რამეს ელოდება სხვა რამეს. მას უნდა რომ ყოველწამიერი ნუგეში კონდეს სულიერ ცხოვრებაში, მადლისმიერი მოხილვა, სიმშვიდე, სიყვარული, ბედნიერების გაცდა და ამ ქვეყნიური წარმატებებიც. და როცა ეს არ არის, როცა იგვიანებს ჭყალებში, იმიტომ რომ ღმერთი არსად არ იგვიანებს. ღმერთი ამას ბიზან მიმართულად აკეთებს, ჩვენზე ზრუნავს, ხო? რომ ჩვენ უანგარობაში, მოთმინებაში გაგვწვთნას და როცა ჩვენ ველოდებით რაღაცა სასიამოვნოს, მოდი ესე ვთქვა, სულიერ ცხოვრებაში, ასე დროს, რა თქმა უნდა, ადამიანმა შეიძლება სულიერი ცხოვრების ტემპი ჩიანელოს, დუღარებასაც დაუკლოს და ნელა რწმენას კი დაკარგოს, რაც ხდება ხოლმე სამწუხაროდ. და როცა თქვა უფალი ესე ელაპარაკება მათ, პეტრე ეუბნება, რომ აი ჩვენ ყველაფერი დავტოვეთო, არაფერი აღარ აგვაქვს, ხო? დატოვეს ის რაც ჰქონდა, თავის პროფესია, თავისი ქონება, სახლების და მიყვებიან უფალს. და გახსოვთ უფლის სიტყვები რა არის, მიუგო იესო და რქვამან, ამინ გეტყვით თქვენ, არავინ არ რომელმა დაუტევა სახლი, ძმანი, გინა, დანი, ანუ მამა, დედაი, ცოლი, შვილი, აგარაკნით ჩემთვის და სახარებისთვის, ანუ აქტიური მისიონერობისთვის უკეთო არა მიიღოს, სანამ გავაგზელებდი, აქაც ჩანს, რომ აქ როცა საუბარია სიმდიდრეზე, საფასეზე, აქ ლაპარაკი არ არის მდიდარ ადამიანზე უბრალოდ. აქ ლაპარაკია ყველაფერზე, რაც გვაქვს. და პეტრე რომელი მდიდარი იყო, ხო, ღარიბი მეთევზე იყო. მაგრამ აი მისთვის რა იყო, ხო, მას ჰქონდა სახლი, მას ჰქონდა კარი, იქ ცოლი ყავდა, ნავი ჰქონდა უბრალო, ბადე ჰქონდა, რაღაც აი მინიმალური რაღაცები ჰქონდა, ხო? ანუ ყველაფერს ტოვებს პეტრე. ყველაფერს ტოვებს. ანუ აქ ლაპარაკია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა დიდ სიმდიდრეზე, არამედ ყველაფერზე რაც გვაქვს, ჯანმრთელობის ჩათვლით. და უფალი ნახეთ რა საინტერესო პასუხს ეუბნება. ვინც ამ ყველაფერს ტოვებს, ჩემთვის და სახარებისათვის, ის მოიღებს 100 წილს, 100 ამ შემთხვევაში 100 ჯერ გამრავლებული კი არ არის, 100 წილი არის სრულყოფილება. თქვათ რაღაცა გაქვს და სრულყოფილ ხარისხში იღებ. და 100 წილს, ანუ სრულყოფილ ხარისხში მიიღებ ამას და როდის მიიღებ? 10 ჟამსა ამას. სახლი, მამა, დედა, შვილი, გესმის ყველა, ანუ ოჯახის წევრები. და შემდგომ საუკუნესა მას მომავალსა, ცხოვრება საუკუნო. ანუ მარადეულ სიცოცხლესაც იღებ და აქაც მიიღებ 100 წილს და აქ ხო კითხვა ჩდება კი, მაგრამ რას ნიშნავს აქ მივიღებ? როგორ უნდა მივიღო აქ? თქვათ აი მიყვარს ცოლი, მიყვარს დედა, მიყვარს მამა, მიყვარს მეგობარი, მიყვარს შვილი, ოჯახი ზოგადად, ხო? და მე უნდა დავტოვო უფალო შენს გამო და აქვე მაძლევა იგივეს 100 წელს რას ნიშნავს? ამაზე ხშირად გვითქვავს. ადამიანის სიყვარული ხდება სრულყოფილი. იმიტომ რომ ხო ვიცით რომ ვინც ოჯახზე არ ზრუნავს, ის ურწმუნოზე უარესია. ანუ ამ სიტყვებით უფალი ოჯახის მოძულებაზე კი არ საუბრობს. არამედ კიდევ ვიმეორებ, აქცენტი სწორად იქნას უნდა დასმული. ღმერთი უპირველეს ყოვლისა და ღმერთთან ერთად ყველაფერი ხდება სრულყოფილი, ანუ სიყვარული მოყვასის მიმართ ხდება სრულყოფილი. ხოლო მარადისობაში კი ცხოვრება საუკუნო, მომავალსა მას საუკუნესა. ანუ მარადიული სიცოცხლე გვენიჭება. რა თქმა უნდა, ჩვენს ახლობლებთან ერთად ასევე. აი ეს არის.
და აქ არის კიდევ ერთი საინტერესო სიტყვები ტიტეს მიმართ ეპისტოლეში, რაც დღეს აღმოვიკითხეთ, რომ დამოკიდებულება, ჩვენი დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს სამყაროსადმი, ნახეთ ეს რა საინტერესო სიტყვებია, წმინდათათვის ყველაფერი წმინდაა. წმინდათათვის ყველაფერი წმინდა, განსაცდელიც კი წმინდაა, რომელიც მოდის. ანუ ბოროტება არ არსებობს. ფაქტობრივად ეს ახლა ამის გამცობა ახლა არ მინდა დროს წაიღოს, მაგრამ წმინდათა ცხოვრებაში ჩვენ ხედავთ, რომ რა უმძიმესი განსაცდელებს გადაიტანდა ხოლმე ზოგიერთი და ეს მძიმე განსაცდელები მას არც კი ახსოვს რაღაც განსაკუთრებულ სიმძიმედ, ყოველ შემთხვევაში გაბოროტებული არავის მიმართ არ არის, მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის ცხოვრებაში ჯალათებად იქცნენ, იმიტომ რომ არის წმინდა, ნუ წმინდა რას ნიშნავს? ღვთისნებასთან თანხვედრი გული რომ აქვს, ამას ნიშნავს წმინდა, ეს ნიშნავს რომ მაშინ ქრისტე რომ მკვიდრობს, ასეთი ადამიანებისათვის ყველაფერი წმინდაა. ის ცუდიც კი, განსაცდელიც კი წმინდაა. იმიტომ რომ ღმერთის გარეშე ღერით არ ვარდება ჩვენი თავიდან. წმინდა ადამიანი არ ეძებს კომფორტს და ამ ქვეყნიურ წარმატებებს. იმიტომ რომ წმინდა ადამიანი ქრისტეს დარა ცხოვრობს და მან იცის, რომ მე თუ მდევნეს, მას ახსოვს სიტყვები, მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან. ეს განსაცდელი რომ მოდის, ამ განსაცდელს სწორად ხედავს. ქრისტეს დარად აღიქვავს, ქრისტეს თვალებით ხედავს ამ ყოველივეს. და რა შევლინდება ეს? უპირველეს ყოვლისა იმაში, რომ არ ბოროტდება არავიზე არ ბოროტდება. ამიტომ წმინდათათვის ყველაფერი წმინდაა. ხოლო ბილწთა და ურწმუნოსათვის ხო შეიძლება ეხლა ეთქვა პავლე მოციქულს, რომ ბილწთა და ურწმუნოსათვის რაღაცა უწმინდური არა. ნახეთ როგორ ამბობს ბილწთა და ურწმუნოსათვის კი არაფერი არ არის წმინდა. არამედ შებილწულია მათი გონებას და სინდისით. გამახსენდა 21 წლის საქართველოს მაშინდელი მთავრობა დემოკრატიული ეკლესიას ცხადებს ბრძოლას სიტყვებით. ჩვენ არ დაუშვებთ სახელმწიფოში სხვა სახელმწიფოს არსებობას. ზუსტად იგივე მოხდა, როცა ქრისტეს ჯვარც მოხდებოდა, გახსოვთ მაშინდელი მღვდელმთავრის კაიაფას სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ უნდა მოუკლათ იესო, ჯობია ის მოკვდეს, თორე რომელი მოვლენ, რადგან ეს მეფეთ აცხადებს თავს, ესე შიფრავდნენ და ესე იგი ჩვენ აგვაოხრებენ. ამიტომ ჩვენი ერის გადარჩენისათვის ქრისტე უნდა მოიკლას. აი ეს და ეგეთი მაგალითები ძალიან ოქროპირის მაგალითი, მაქსიმე ახსარების მაგალითი, ძალიან ბევრი ესეთი მაგალითია ეკლესიის ისტორიაში, როდესაც სამშობლოს სიყვარულის მოტივაციით ეკლესიას ებრძოდა. ხო, აი ეს არის. იმიტომ რომ ურწმუნო ადამიანი და მისთვის წმინდა აღარაფერი აღარ არსებობს. ქრისტე აღარ არის წმინდა, შესაბამისად ეკლესია არ არის წმინდა. ვისთვისაც ეკლესია არ არის სიწმინდე, იმისთვის ქრისტე არ არის სიწმინდე. აი ესია. მაგრამ აქეთა მხრიდან თუ ჩვენ აქეთ ვდგავართ და ეკლესიაში ვართ, თუ ჩვენ მართლა ვართ ეკლესიაში და თუ შესაბამისად ჩვენ თუ ღვთისნების აღსრულებელი ვართ, ანუ შესაბამისად ჩვენ თუ წმინდანი ვართ, არა ჩვენი ზნეობრივი მდგომარეობით, რა თქმა უნდა, არამედ ჩვენი დამოკიდებულებით ქრისტესადმი, რომ ჩვენ გვინდა მისი ნების აღსრულებელი ვიყოთ, მაშინ ჩვენთვის ყველაფერი წმინდა. ამიტომ ულოცულობ მტრებზე და მათ ქმედებაშიც ღვთის განგებულებას ვჭრეტ და ვხედავთ და მერე ისინი შეინანებენ და ჩვენ მათთვის ვლოცულობთ. ესია. ამიტომ ის ვინც ღმერთთან არის, მას ვერაფერი ვერ წაბილწავს, ვერც განსაცდელი, ვერც მტერი, ვერც ნიჭიერება, ვერც დიდი სიმდიდრე, ვერაფერი ვერ წაართმევს მას ქრისტეს. ეს არის ცოცხალი რწმენის ერთ-ერთი ნაყოფი, რომ იგი კეთილშობილი ლითონივით არის, სადაც არ უნდა მყოფო, ის არ დაიჟანგება, ოქროსავით არის, ჟანგს არ აიკიდებს და იგი ყოველთვის ოქროდ დარჩება. ასეთი უნდა იყოს ქრისტიანი. ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ეს ღირსება ქრისტიანისა მთელი სავსებით რეალიზებული ყოფილიყოს ჩვენში. უფლის წყალობით. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.